გერმანელებს ჯვარი აქვს ზემოთ დარსობილი, არჯობილი. არა, მაგრამ ყინვა. ახლა არის -3.
აქედან ახლოს ვართ ლიხტენშტეინთან и плюс შვეიცარიასთან. ეს ადგილი არის ერთ-ერთი საკურორტო ზონა გერმანიის ფრაიბურგიდან. ფრაიბურგს როგორც დატოვებ, იწყება მე ეს მთიანი ადგილი რა. აქ ერთ-ერთი საკურორტო ზონა. მე უფრო კიდევ ზემოთ და ზემოთ ვარ ნაპყობი. ახლა დამჭა 12 კილომეტრი სანამ მივალ დისლოკაციის ადგილამდე დევიცალო უნდა და კიდევ უფრო ზემოთ და ზემოთ ვარ ნაპყობი და შარშანთულშიც მომიწია და მე დავვრეკე, ჩემებთან დავვრეკე რომ მეთქი მაგარი თოვს მეთქი და აქიდან თუ მომიწია აქ გაჩერება მთელი ღამე დილას ვერ ჩამოვალ მეთქი და წამოვედი ცარიელი 40 კილომეტრი ჩამოვედი ქვემოთ. რომ დილას ზეთოვლი დამხვდებოდა რომ გავჩერებული ყავ შანსი არა ვერ ჩამოვიდოდ. ნუ გაწმენ გზას, მაგრამ დაიგარგებოდა და შესაბამისად ცოტა ადრე საღამოს იყო დავიცალე თუ არა ერთ-ერთ სასტუმროში მივედი. დავიცალე თუ არა ეგრევე მოვტრიალდი წამევედი ქვემოთ. ახალი გასაკვირია თოვლი რო არა იანვარია დღეს რა რიცხვი 21. ამ თიანი ადგილია, იცი ხო, ასია ყველგან ისე გერმანიაში კი არა, მთელ ევროპაში სადაც არ უნდა მოხვდე. დაჩვეულებრივი ავტობანებია, ხან ერთზოლიანი, ხან ორზოლიანი. ახლა ეს არის დაახლოებით აი რა გითხრა. ქართულს რომელ მთიან რეგიონს შევადარო გურიაში მაგალითად აი ლიხაურში და ლიხაურში რო იყოს ახლა იქ ხო მდინარეც აქვს და ზუსტად აქანიც მდინარეა ეგეთი როგორც ლიხაურშია პირობითად და აი იქ მთაგორიან ადგილებზე რო იყოს ასე გზები გაკეთებული და არა იმაში რა ქვია ნიაბაურში რომ თავდება ლიხაური პირობითად და იმის მერე რო თხი იწყება ერთლიანად რო გაკეთებული იყოს და ინფრასტრუქტურა წარმოიდგინე ახლა მთელს იმაში რა ქვია ეგეთ ადგილებში ლიხაური როა მაგალითად შემოქმედია გუბის მთას რა თქმა უნდა ვერ ვიქნე, იმიტომ რომ გუბის მთა ძალიან მაღალზეა. ეგ ეს ადგილი ისეთ მაღალ სიმაღლეზე არა. აქ სხვათა შორის არის ახლა არ მოდივარ იმასთან ახლოს ძალიან დიდი ტბა. აქედან ახლა 60 კილომეტრში 60 კილომეტრია დაახლოებით რა აგე. დიდი ტბა რა, ის მაგარი ლამაზია. იქაც ნამყოფი ვარ. მთაზია ეგ გაშენებული ის ფერდობებზე უბრალოდ ახლა იქეთ მარცხენა მხარეს ეგეთ რო ჩანაც მარცხენა მხარეს მზისოლში ფერმა სავარაუდოდ ნუ ხალხი ცხოვრობს ისე საშინლად თანათებს თვალები მატკივარში. ზეგდილა საფრანგეთში გადავედი და ვიტვირთე და ახლა ჩამოვედი ისევ გერმანიაში.
საფრანგეთში ვიყავი გერმანიასთან ახლოს. ფაქტიურად კილომეტრი ნახევარი გერმანიიდან გადავედი საფრანგეთში და გადმოვედი ისევ უკან. შემოვედ დასახლებულ ადგილაზე. ესე იგი არ არსებობს ქალაქი, სოფელი, არც ერთ ევროპულ ქვეყანაში, სადაც ქარხანა არ იყოს ან რა წარმოება არ იყოს რა. ყველგან არის. ჩვენთან როა მხოლოდ ერთი თბილისი, ბათუმი და ყველა იქა ესე ყველა ამ ორ ქალაქშია ძირითადად აქ ყველგან გაშლილი არის. ეგა წარმატების ერთ-ერთი საფუძველიც რო პირობითად გურიაში რო არაფერი არ ხდება. ესაა საკურორტო ზონა და ეგეთი სუფთა ქალაქი და სოფელი. წესრიგებული, განლაგებული და სუფთავებული. რაღაცა თაში ავდივარ ახლა ხო და ეს ფირმა და მიმაქ მეორე ძიმი არაფერი არ მიმაქ ერთი პალეტი მიმაქ საფრანგეთიდან წამოღებულია აქანია უმიძებნიან სადღაც სიახლოვის აქ რო დავიცლები ახლა სიახლოვის რაღაც თვირთს და მე დავეშვები ისევლე ან ქვემოთ ან ისევლე ზემოთ ან ვიცი აქტიურად ამ თაში ამოვედი, ხო? მაგრამ არის ქარხანა, რაღაცა წარმოება, ასე იგი ამ სოფლის მაცხოვრებელი დასაქმებული ახლა. აქ ეგეთი საწარმო იქ არის, არ ვიცი ალბათ ერთი მეორე 10-15-20 ჩვენთან მხოლოდ ის რა ქვია, თბილისი და ბათუმი აქტუალური ჩახვალ ან ტაქსაუბენ ან გაროჩი რავი დაშობიან. წარმატების ერთ-ერთი იმითოა განვითარებული ეს ქვეყნები რომ ყველგან რაღაცა აქვს ყველა კუთხეში და ყველა იმაში რა ქვია ერთ გოჯმიწას ვერ ნახავ ყველა გაცთენილს ერთ გოჯმიწას ან თუ ახლა ესეთი თხეები თუ შეხდება იქ რა თქმა უნდა პარკინგები იქნება ახლოს, ხალხი ამოდის, სეირნობს, ან
ველოსიპედით, ან ცხენით, ან ფეხით. მოკლედ ასეთია რა. ყველგან ასეთ სიტუაცია და როგორ არ უნდა მოგეწონოს. როცა შეხედავ ამათ, მიხვდები რომ უკეთესია თქვენ ამათ ვიდრე ჩვენ პირობითად, არადა შეგვიძლია ამათზე უკეთესები ვიყოთ ჩვენც, იმიტომ რომ ახლა ერთი ბუნება ამათ რომ ჩვენც კი გვაქვს და გაცილებით უკეთესი კიდე. მაგრამ ხო ხედავ როგორი მოწესრიგებულია. ესეთ ადგილებში ახლა ჩვენთან გურის მაღალ მთიან რეგიონებში ესეთი გზა არა, რომელ ფირმაზე ან რომელ რამეზე უნდა თქვა, ხო რა? უნდა თქვა, ხო? ამოვეც რაღაცა ტყეში. გადმოვიარე მთელი ფრაიბურგის პერივალები. გამიმართლა თოვლი არ იყო. მაგრამ ჩავდივარ ახლა. რაღაც პატარა დასახლებაში მივდივარ. მოჭრილი მასალად დამზადებული. ავტობუსის გაჩერება და წარმოიდგინე კიდე რომ აი ესეთ ადგილებში, სადაც ახლა მე ვარ, აქ ჩვეულებრივად მატარებელის მოძრაობს. ნუ ახლა პირობითად აი მონაკვეთია, მაგრამ ქვემოთ რომ ვიყავი რომ ამოვდიოდი პერევარებს, იგი ჩვეულებრივ მატარებლის ლიან დაგები. გადადის აქედან შვეიცარიაში, ბაზელში, ციურიხი, ახლოსა, ლიხტენშტაინი ჩვეულებრივად მოძრაობს მატარებელი თაში. ჩვენთან მატარებელი თაში კი არა, ოზურგეთი თბილისის მატარებელს 9 საათი უნდა რომ ჩევიდეს მაშინ თბილისში ან რომ ჩამოვიდეს ოზურგეთში. და ნატანებს მერე ისა 2 საათი უნდა 20 კილომეტრი რომ გამოიეროს იქამდე ცენტრამდე ქალაქის. და ამათ მთაში აქვთ. ნუ ეს არის ალპებია, მაგრამ ცოტა ისეთია დაბალი მხარე ალპების. აქედან ახალ ლიხტენშტაინის, შვეიცარიის მხარეს აქედან იწყება უკვე ფაქტიურად ალპური ზონა. ნელა ადის იმაში. გადადის შვეიცარია, იტალია, ავსტრია. მოვედი უკვე აქ. ახლა სადა ახლა ეს. France Morat Group. ჩამოვედი აი აქ. ეს არის რაღაცა მთაში, ამ ხელა ფირმა, ამდენი მანქანა დაყენებული მომსახურე პერსონალი. და ახლა ეს მაცხოვრებელი არის ყველა ამ პატარა სოფელის. რა წააქცევთ ახლა ამათ მითხარი? Hello, Morgan. I have unloading here, and where is the bureau? The office? Yes, office. Das ist Wareneingang. Bringst du Ware? I have one pallet. I was in France. This is not place here. Right. Drive home and this side? This side, okay? And the right side. And right side. Okay, thanks. Thanks, bro. Ciao. ესე იგი მოვტრიალდით უნდა. ესეთი ისე არის. ერაფერს ვხედავ უკან ვიდაბერ თვალებში მიერთყავს.
დილით 6 საათზე სამუშაოს იწყებენ, 2 საათიან საღამოს ამთავრებენ, ასე 5 საათისკენ, სახლში მიდიან. ისვენებენ შაბათ-კვირას. ასევე ერთობიან ცუდი ახლა აქ გართობა თქვა ზამთარში ძალიან მაგარი იქნება. ესე იგი პირდაპირ უნდა წავიდით და მარჯვენა მხარეს უნდა ჩავუხვიოთ. აჰა, სავარაუდოდ იქა. ჩვენი დისლოკაციის ადგილიც, აჰა. უკვე მივხვდი. And the right side. Trailer წაჰენია. იუროცაკა. აი აქაც გავხსნი ჩემს მანქანას და დავიცლები. ასეთია ჩვენი დილა.